ალექსანდრე მაკედონელი მეორე ნაწილი სპარსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ლაშქრობის დაწყებამდე ახალგაზრდა მეფეს კარგად ესმოდა, რომ აუცილებელი იყოს ზურგის გამაგრება. საბერძნეთი ჯერ კიდევ არ იყო სრულად დამორჩილებული და მცირე არეულობაც კი შეიძლებოდა საბედისწერო გამხდარიყო. ამიტომ ალექსანდრემ პირველივე წლებში მკაცრი და სწრაფი ნაბიჯები გადადგა. მან მყარად განამტკიცა მაკედონიის ჰეგემონია საბერძნეთში, ჩაახშო ყველა აჯანყების მცდელობა და ნათლად წარმოაჩინა, რომ ფილიპეს მიერ დაწყებული პოლიტიკური კურსი უცვლელად გაგრძელდებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თებეს აჯანყების ჩახშობას, რომლის შედეგადაც ქალაქი პრაქტიკულად განადგურდა. ეს გადაწყვეტილება იქცა პირდაპირ გზავნილად, რომ მაკედონიის წინააღმდეგ გამოსვლა მძიმე შედეგებს გამოიწვევდა, ხოლო დაუმორჩილებლობა დაუყოვნებლივ აღიკვეთებოდა. ზურგის გამაგრების შემდეგ ალექსანდრეს შეუდგა იმ მთავარი ამოცანისთვის მზადებას, რომელიც ჯერ კიდევ ფილიპე მეორის გეგმებში არსებობდა. სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობა მხოლოდ სამხედრო ოპერაციას არ წარმოადგენდა. მას ჰქონდა მკაფიო პოლიტიკური და იდეოლოგიური მნიშვნელობაც. ერთი მხრივ, ეს დაკავშირებული იყო ბერძენ სპარსელთა ომების მეხსიერებასთან და იმ დაპირისპირებასთან, რომელიც ელინურ სამყაროსა და სპარსეთს შორის არსებობდა. მეორე მხრივ კი ეს იყო მცდელობა, რომ მაკედონიის ძალაუფლება ბალკანეთის ფარგლებს გაცდენოდა და ფართო მსოფლიო მასშტაბზე გადასულიყო. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მცირე აზიის სანაპირო ზოლს, სადაც მრავლად იყო ბერძნული ქალაქები. ზოგიერთი ქალაქი ფორმალურად ინარჩუნებდა ავტონომიას, თუმცა ფაქტობრივად სპარსული ადმინისტრაციისა და სატრაპების მმართველობის ქვეშ იყო. ამიტომ ალექსანდრესთვის ეს ლაშქრობა ნაწილობრივ განიხილებოდა როგორც ამ ქალაქების გათავისუფლება და ბერძნული სივრცის აღდგენა. ალექსანდრეს არმია რაოდენობრივად შედარებით მცირე იყო, თუმცა მისი ძალა დისციპლინაში, ორგანიზაციასა და ტაქტიკურ მოქნილობაში მდგომარეობდა. მცირე აზიაში გადასვლამდე მას დაახლოებით 40,000-იანი ჯარი ჰყავდა, რომელშიც შედიოდა მაკედონური ფალანგა, მძიმე კავალერია, სუბუქი ქვეითი რაზმები და ბერძენი მოკავშირეების კონტინგენტი. ეს არმია არ გამოირჩეოდა მასშტაბით, მაგრამ იყო სწრაფი, მოქნილი და მკაცრად ორგანიზებული, რაც მას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა მრავალრიცხოვან, თუმცა ნაკლებად შეკრულ სპარსულ ძალებთან შედარებით. ქრისტეს შობამდე 324 წელს ალექსანდრემ გადაკვეთა დარდანელის სრუტე და პირველად დადგა ფეხი აზიის მიწაზე. მცირე აზიაში შესვლისთანავე ალექსანდრემ სწრაფი და აქტიური შეტევის სტრატეგია აირჩია. მისი მთავარი მიზანი იყო მტრისთვის არ მიეცა დრო ძალების მოსაკრებად და ინიციატივა თავიდანვე საკუთარ ხელში აეღო. პირველ ეტაპზე მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროსა და სტრატეგიულ ქალაქებს. იგი გეგმაზომიერად ცდილობდა სპარსული გავლენის შესუსტებას და ამავე დროს ადგილობრივი ბერძნული პოლისების თავის მხარეს გადმობირებას. ამ პროცესში ალექსანდრე მოქნილ პოლიტიკას ატარებდა. ზოგ ქალაქს ძალით იპყრობდა, ხოლო ზოგს მოლაპარაკებით იმორჩილებდა. იგი ხშირად წარმოაჩენდა საკუთარ თავს როგორც განმანთავისუფლებელს, რაც პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყო, რადგან ბერძნული პოლისები სპარსული ძალაუფლების ქვეშ იყო მოქცეული და მისგან განთავისუფლებისკენ ისრაფოდნენ. ამავე დროს სპარსეთის იმპერიაში ალექსანდრეს მოქმედებებს სათანადო მნიშვნელობა არ მიენიჭა. მეფე დარიოს მესამე უზარმაზარ და მრავალეთნიკურ იმპერიას მართავდა და ახალგაზრდა მაკედონელი მეფის შემოჭრას საწყის ეტაპზე უფრო ლოკალურ საფრთხედ განიხილავდა. იმპერია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე რთულად სამართავი იყო, რის გამოც გადაწყვეტილებების მიღება და სამხედრო რეაგირება ხშირად ჭიანურდებოდა. ამ ვითარებაში მცირე აზიის მოქმედ სატრაპებს დაევალათ საკუთარი ძალებით შეეჩერებინათ ალექსანდრე და არ დაეშვათ მისი შემდგომი წინსვლა. ისინი ცდილობდნენ დინარეებისა და ბუნებრივი ბარიერების გამოყენებას, რათა თავდაცვითი პოზიციები გაემყარებინათ და დრო მოეგოთ ძირითადი ძალების შეკრებისთვის.
პირველი დიდი დაპირისპირება ალექსანდრესა და სპარსელებს შორის იმავე წლის მაისში მდინარე გრანიკოსთან მოხდა. სპარსელებმა არმია მდინარის ნაპირზე განალაგეს, რათა ბუნებრივი ბარიერის გამოყენებით შეეჩერებინათ მაკედონელთა წინსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს ერთ-ერთი გამოცდილი სარდალი, პარმენიონი, ბრძოლის გადადებას ურჩევდა, მან დაუყოვნებლივ დაიწყო შეტევა. მდინარის გადაკვეთა რთული იყო. წყლის დინება არ ღვევდა წყობას და არმიას დაუცველს ხდიდა. პირველი შეტევა მაკედონელებისთვის მძიმე აღმოჩნდა. თუმცა გადამწყვეტ მომენტში ალექსანდრემ პირადად აიღო ინიციატივა და მძიმე კავალერიის სათავეში დადგა. მისი იერიში მიმართული იყო სპარსელთა მთავარ ძალებზე, სადაც თავმოყრილი იყვნენ მათი მეთაურები. სასტიკ ბრძოლაში ალექსანდრეს საფრთხეში აღმოჩნდა. ერთ მომენტში სპარსელმა მებრძოლმა თითქმის სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, თუმცა იგი თანამებრძოლმა გადაარჩინა. საბოლოოდ ბრძოლის ველზე მაკედონელებმა მოახერხეს სპარსელთა ხაზის გარღვევა. გრანიკოსის გამარჯვებამ ალექსანდრეს მცირე აზიაში გზა გაუხსნა და ნათლად აჩვენა, რომ აქემენიანთა ძალა დაუმარცხებელი არ იყო. ამ ბრძოლამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მაკედონელთა სამხედრო და ფსიქოლოგიური უპირატესობა. ალექსანდრე იქცა რეალურ საფრთხედ აქემენიანთა იმპერიისთვის. ახალგაზრდა მეფემ დაამტკიცა, რომ მისი ამბიცია და სამხედრო უნარი სრულიად შეესაბამებოდა იმ ამოცანას, რომელსაც იგი იკისრებდა კიდეც. მეორე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.